ზვიად ცეცხლაძეს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და წარმოდგენილი ყველა მოწმის ჩვენება ეხებოდა 28-29-30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს. ფაქტობრივად ყველა ის პოლიციელი, რომელიც გამოიკითხა სასამართლოს ხდომებზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, მათ დაადასტურეს, რომ დაზიანებები მიიღეს 28, 29 და 30-ში. ასევე დადასტურებულია და ბრალდების მხარის საწინააღმდეგო და საპირისპირო არ აქვს წარმოდგენილი, რომ ზვია ცეცხლაძე 28-ში, 28-ში, 29-ში და 30-ში ფიზიკურად არ იმყოფებოდა აქციაზე, უფრო მეტიც. ჩანაწერი, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობოდა და იშველიებდა როგორც მის მტკიცებულებას, ფიზიკურად არის ჩაწერილი 30 სექტემბერს. აქ ვსაუბრობთ 4 წუთიან ვიდეო ჩანაწერზე. 30 ნოემბერს უკაცრავად. ამდენად 30 ნოემბრამდე განვითარებულ მოვლენებზე ფიზიკურად ჩანაწერი ვერ გამოდგება მტკიცებულებად და თუ ამას გავითვალისწინებთ და ასევე გავიზიარებთ იმ პოზიციასაც, რომ ფიზიკურად შინაარსობრივ ნაწილში ეს 4 წუთიანი ვიდეო არ არის არანაირი სახის მოწოდებისკენ მიმართული, არამედ არის მოწოდება თავისი შინაარსით არა ძალადობისკენ, არამედ თავდაცვითი ხასიათისკენ. ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად ალოგიკურია მივიჩნიოთ, რომ ეს ვიდეო შეიძლება გამოდგეს ზვია ცეცხლაძის ბრალეულობის დასადასტურებლად. უფრო მეტიც, ძირითად მტკიცებულებად, რასაც ბრალდების მხარე უთითებდა, იყო დაახლოებით 14 წუთის ხანგრძლივობის ვიდეო, რომელიც ჩანაწერთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და განმარტეთ, რომ ეს ვიდეო თავისი შინაარსით უკვე ფაქტობრივად აღარ გვაქვს საქმეში, რადგან ფიზიკურად მას არ აქვს ვერბალური ნაწილი. ორგანიზებულობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. მინიმუმ ორგანიზებული ჯგუფის არსებობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს კავშირი ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის, მაგრამ ასეთი კავშირის თაობაზე ერთი სიტყვა არ უსენებია ბრალდების მხარეს. ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი მინიმუმ ნაცნობობა მაინც, არაფერს ვამბობთ თვითონ ქმედების და ორგანიზების ნაწილში, მინიმუმ ნაცნობობა მაინც არც კი გაჟღერებულა და ბუნებრივია აღარაფერს ვამბობთ იმ ტიპის კონტაქტზე და კომუნიკაციაზე, რომელიც თავისი შინაარსით მოწოდებას და ძალადობის დაორგანიზებასთან იქნებოდა დაკავშირებული. მაგალითისთვის ვასილ კაძელაშვილზე და ვეფხია კასტრაძეზე შეეხება უშუალოდ ვიდეოს. აღნიშნულ საუბარში არსად არ არის რაიმე მითითება რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე. რუსთაველის ტერიტორიაზე განსახორციებელ ძალადობას. თვითონ ბრალშიც კი არ უწერიათ, რომ რუსთაველზე დაორგანიზებული იქონათ. რამე უწერიათ, რომ რუსთაველზე მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების გაგრძელებას და შემდგომ მის ხელმძღვანელობას გეგმავდნენ, თუმცა არსად მსგავსი რამე არ ისმის, არანაირი მითითება კავშირის დადგენაზე ფაქტობრივად პირველი წარდგენის დომის შემდგომ, როდესაც უფრო რაღაცას თქვათ ომახიანად იყო ბრალდების მხარე, რომ აგერ ჩვენ დავადგენთ, რომ ამ ხალხს კავშირები აქვს, შემდგომ გაირკვა, რომ არანაირი არც მიმოწერა, არც ნაცნობობა ამ ხალხსა, გამოძიებელმა დაადასტურა, რომ საქმეში 8 ტომი არის თუ 13 ტომი 11 პერიანი საქმეში, არანაირი მტკიცებულება არ არის, ეს ხალხი რომ ერთმანეთს იცოდა და რაიმე სახით იყვნენ ერთმანეთთან შეკავშირებულები. ის მარტივი განმარტება რითიც უნდა რომ თავი დაიძუნოს ბრალდების მხარემ, რომ სხვა კიდე დაუდგენელი ორგანიზატორები არიან თურმე და ისინი რაღაცას აორგანიზებდნენ და ესენიც ამაში იყვნენ ჩართულები და ასევე კიდე თავს ეწინააღმდეგება, სადაც ამბობს, რომ მონაწილეებიო შეიძლება არც იყვნენ შეკავშირებულებიო, მაგრამ რახან ვიღაც იდგა აქციაზე, რახან წინააღმდეგობა არ ქონდა ამ რაღაც ძალადობრივს და თვითონაც მიიღო მონაწილეობა, უკვე ჩაერთო ამ ჯგუფში. ანუ ყველა აბზაცი ზუსტად ყველა აბზაცი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და პირველი წარდგენის დომიდან მოყურებული დღევანდელ ხდომამდე და დასკვნითიც გულწრფელად ვიტყვი, ამდენად დაუსაბუთებელი დასკვნითი დიდი ხანი არ მომისმენია, როდესაც გაბევრება სურდა ბრალდებას, 2 საათამდე დამჭირდებაო, რა თქმა უნდა, თუ კი ყველა მოწმეს, რომელიც კლინიკაში იქნა მიყვანილი და მათ გადახვევებზე ილაპარაკებდა, რაღაც ნაკერი დაადეს და რაღაც წოლითი რეჟიმი ქონდა, მაგაზე თუ ილაპარაკებ, კი ბატონო, დაგჭირდება 2 საათი, მაგრამ მტკიცებულებებზე უნდა ესაუბრათ, ეს არ უსაუბრებ, ბრალდების მხარეს, არ არსებობს გავს.